მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. მოხარული ვარ, რომ დამითმეთ დრო და გახსენით ჩემი არხი. ახლა მე და ნიცა ვემზადებით ხვალინდელი დღესასწაულისთვის. ჩვენს ოჯახში ვალენტინობა არც თუ ისე დღესასწაულია, უბრალოდ ყოველ წელიწადს ვიღებ სერგოსგან საჩუქარს. შეიძლება კაფეში ან რესტორანში წავიდეთ და მეტი არაფერი, ისიც მხოლოდ მე და სერგო. ამჯერად ბავშვებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს დღესასწაული რაღაც განსაკუთრებული გაგვეხადა და აგვეღნიშნა სახლში ოჯახთან ერთად და გაგვეკეთებინა რაღაც განსაკუთრებული. თან ნიცა მყავს გაციებული, ახველებს და თითქმის მთელი კვირა სკოლაში არ უვლია. ეს დღეც შაბათი რომ დაემთხვა, ვიფიქრე რომ რატომაც არა თქო, ცოტა სწავხალისებ ბავშვებს, ბუშტები და რაღაცეები სახლში სულ გვაქვს და დავიწყეთ მზადებას პარასკევს საღამოს. გავბერეთ ბუშტები, მოვხდეთ მისაღები ოთახი, ბავშვებმა შეადგინეს დღის განრიგი ხვალინდელი და დაარქვეს ოჯახური ვალენტინობა. როგორც ხედავთ, დილით არის საუზმე და ფილმი, შემდეგ დესერტი და თამაშები, ბოლოს ვახშამი და საღამოს ფილმი ან გარეთ გასეირნება. ასევე შეადგინეს მთელი დღის მენიუ, დილით კრუასანები და ცხელი შოკოლადი, შემდეგ რაკლეტზე მომზადებული ბურგერები და სხვათა შორის პირველად გავიგე ასეთი რამ, თვითონ მოიფიქრეს, რომ რაკლეტზე ყველას თავისთვის ბურგერი გაეკეთებინა და დესერტზე იყო დავა, გოჩას უნდოდა კრემიანი ნამცხვარი, ნიცას უნდოდა უბრალოდ მაფინები, რადგან ნიცა ალბათ ერთადერთი გოგოა მსოფლიოში, რომელსაც კრემიანი ნამცხრები არ უყვარს. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ორივე მომემზადებინა, კრემიანიც და მაფინებიც, რადგან უადვილესად მზადდება და დიდი არაფერი არ არის აქ ორივეში მოსამზადებელი. კრემი მოვხარშე უკვე 9 ლიტრა რძით, დევს გასაციებლად, სანამ გაცივდება დავიწყებ მაფინების მომზადებას, შემდეგ უცებ ბისკვიტს მოვამზადებ და ტორტიც მზად იქნება. თვითონ არიციან, რომ ორივეს მომზადებას ვაპირებ, გავუშვი ბავშვები დასაძინებლად და მითხრეს, რომ მე თვითონ ამერჩია, რომელიც უფრო ადვილად მოსამზადებელი იქნებოდა, ის მომემზადებინა ხვალე დესერტისთვის. მაფინებს ვამზადებ სამზარეულოს სასწორის დახმარებით, ზედ მიდევს ჯამი და ყველაფერს ერთად ვურევ 100 გრამობით, აუცილებლად დავდებ ინფობოქსში ამ რეცეპტს, უადვილესია და უგემრიელესი მაფინები გამოდის. ბოლოს ვამატებ 3 კვერცხს, ვურევ ხელის მიქსერით და ასევე დაგვჭირდება შოკოლადის წვეთები ან შოკოლადი. შოკოლადის წვეთები გამომელია, ამიტომ ერთი ფილა შოკოლადი დავჭერი, გავურიე ერთმანეთში, გადავიტანე მაფინების საცხობ ფორმებში და გამოვაცხე წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 12-13 წუთი. თქვენ აღნიშნავთ თუ არა ამ დღეს და რამდენად მნიშვნელოვანია რაიმე დღესასწაულის აღნიშვნა ოჯახთან ერთად თქვენთვის, დამიწერეთ კომენტარებში და დიდი მადლობა წინასწარ უკავშირისთვის. სანამ მაფინები ცხვება, გავთქვეფავ ბისკვიტს და პირველ რიგში ვამზადებ ფორმას. მაქვს პატარა გულის ფორმა, გადავაკარი ზედ კილეტა, წავუსვი ზეთი რომ არ მიიკრას და მოვამზადებ 2 კვერცხიან ბისკვიტს. ხშირად ისმევა ჩემს არხზე კითხვები ბისკვიტთან დაკავშირებით და ეს არის ყველაზე გამოსადეგარი რეცეპტი, რომელიც აბსოლუტურად ყველას გამოუვა. ერთ-ერთზე ვიღებ კვერცხს, შაქარს და ფქვილს, მაგალითად მე ავიღე 2 კვერცხი, დავუმატე 2 სუფრის კოვზი შაქარი, კარგად გავთქვიფე, გათქვეფილი უნდა იყოს აი ასეთი
ფუმფულა და მყარი, შემდეგ დავამატე 2 ჩაის კოვზი ზეთი, კიდევ გავთქვიფე 1-2 წუთით და დავუმატე 2 სუფრის კოვზი ფქვილი 1 სუფრის კოვს გამაფხვიერებელთან ერთად. 1 სუფრის კოვზი გამაფხვირებელია საჭირო 5 კვერცხამდე, ხოლო 5 კვერცხის მაღლა თუ აპირებთ კიდევ მომზადებას, მაშინ უკვე ცოტა მეტი გამაფხვირებელი დაგჭირდებათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რეცეპტს, მაგალითად თუ იღებთ 5 კვერცხს, აიღეთ 5 სუფრის კოვზი შაქარი და 5 სუფრის კოვზი ფქვილი, ასევე 5 ჩაის კოვზი ზეთი და 1 სუფრის კოვზი გამაფხვირებელი. ბოლოს ფქვილს ვაცრით და ნელ-ნელა ვურევთ. ჩემი 2 კვერცხიანი იყო, ამიტომ არ შემაშინდა და მიქსერით ამოვურიეთ, წესით მიქსერით არ ვურევთ. თუ ახალ ბედა ხართ და პირველად აკეთებთ, არ გარისკოთ და მიქსერით არ ამოურიოთ, უბრალოდ ამოურიეთ კოვზით ან ხელის მიქსერით, ნელი ხელის მოძრაობით. გადავიტანე ფორმაში და გამოვაცხე კარგად გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთით. ვანილის თქმა დამავიწყდა, რა თქმა უნდა, ვანილიც აუცილებლად და ფქვილის კოვზები უნდა იყოს სავსე, რადგან ჯობია მეტი ფქვილი მოგივიდეთ, ვიდრე ნაკლები, რადგან ნაკლებ ფქვილზე ჩავარდება ბისკვიტი. როგორც ხედავთ, 5 წუთის შემდეგ ასე ამოფურდა ჩემი ბისკვიტი, გავთქვიფე კრემი, სანამ ბისკვიტი გაცივდა მივალაგე სახლი და შემდეგ დავიწყე უკვე ბისკვიტის აწყობა. ბისკვიტი გავასწორე დანით, მოვჭერი ზედმეტი გვერდები და ამ გვერდებსაც გამოვიყენებ ჩემს ტორტში, ჩავუწყობ შუა გულში, რადგან გულში ნაკლები კრემია და მინდა რომ ჩემი ტორტი იყოს სწორი. ასევე ვნამავ მთლიანად ტორტს უბრალო რძით და გავაფორმე მაფინებით. სახლში მქონდა წითელი ფერის პრიალა გლაზური და ასევე გულის ფორმის ჟელიბონები. There's a warmth to your love like a candle, burning bright as it lights up the room, and a light that the darkness can't handle. The night is full of wonder and full of you. There is something you do to me, baby, like I'm dancing a waltz on a wire, like a dream that has just come to save me. I'm under your spell, under your desire. My heart, my soul, all of my devotion to you, for you, always. My heart, my soul, all of my devotion to you, for you, always. Always. You make it easy to say love you. You make it easy to be who I am with you. I finally found what I never knew. თოთხმეტ თებერვალს დილით მე და ნიცამ სერგოსგან მივიღეთ ვარდები. ნიცას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, აბსოლუტურად ყველა თავის მეგობარს გაუგზავნა და მასწავლებელსაც კი რომ ეჩვენებინა მამიკომ ვარდები აჩუქა 14 თებერვალს. ვიფიქრე რომ ორივე წყვილს, უпростоრად ორ შეფუთვა ვარდებს ერთ ვაზაში ჩავდებდი, რადგან ვარდები წვრილია და არ ეტყობა, მაგრამ 25 ვარდია
თითო შეკვრაში, ამიტომ არ ჩაედია და მომიწია 2 ვაზის გამოყენება. გავუშვით გოჩა საცხობში კრუასანების მოსატანად, ხოლო მე და ნიცა შევუდექით საქმეს. მოვამზადე შოკოლადი და გავთქვიფე ნაღები, რადგან ცხელი შოკოლადი და ნაღები ერთმანეთს სასწაულად უხდება. ავიღე 100 გრამი შოკოლადი, დავუმატე 1 სუფრის კოვზი კაკაო და 400 გრამი წყალი. უნდა ვურიოთ, რომ შოკოლადი გადნეს, მათ შემდეგ რაც შოკოლადი გადნება და დაიწყებს დუღილს, დავუმატოთ 200 გრამი რძე, კიდევ ვადუღოთ 1-2 წუთი და ცხელი შოკოლადიც მზად არის. There's a warmth to your love like a candle, burning bright as it lights up the room, and the light that the darkness can't handle. The night is full of wonder and full of you. There is something you do to me, baby, like I'm dancing a waltz on a wire, like a dream that has just come to save me. I'm under your spell, under your desire. გავაწყეთ ლამაზად მაგი და გოჩამ ყველაფერი მოიტანა საცხობიდან, რაც მოეწონა, შოკოლადიანი ფუნთუშები, კრუასანები, დონატები და ასე შემდეგ. საუზმის შემდეგ ვუყურეთ ფილმს და ეს ფილმი გვაქვს მილიონჯერ ნანახი, ხოლო დღეს 1,000,001 გაჩერდა არჩევანი ამ ფილმზე. შიგა და შიგ გაბრიელსაც ვუღვლი, რა თქმა უნდა, და როცა გაბრიელის ჭამის დროა, გამოსაცვლელია, ან ეძინება, ან ყურადღების მიქცევა უნდა, ამ დროს გვაქვს პაუზა. ვაგრძელებთ ჩვენს დღეს, შემდეგ პოპკორნიც მოვამზადე ნამცხრებთან ერთად და ვითამაშეთ, არ ვიცი, ალბათ 4 საათი თუ მეტი არა, ბოლოს სერგო დაიღალა და გაგვექცა და ვაგრძელებდით ჩვენ სამი. რამოდენიმე თვის უკან აღმოვაჩინეთ ეს თამაში და ეს თამაში გახდა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი, თითქმის ყოველდღიურად ვთამაშობ, როცა ერთად ვიკრიბებით და არის ინტელექტუალური თამაში, ჰქვია იმპოსტერი, არ ვიცი არის თუ არა სხვადასხვა ენაზე, გერმანულად რომ არის ვიცი და ვთამაშობთ გერმანულად, რადგან ვამოწმებ ბავშვების ინტელექტს გერმანულად და რამდენად აქვთ განვითარებული გერმანული ლექსიკა. თამაშის წესები არის უადვილესი, მოთამაშეებს შორის ერთი არის იმპოსტერი, ხოლო დანარჩენმა იცის საიდუმლო სიტყვა და ისე უნდა გააკეთოს იმპოსტერმა, რომ ვერ გამჟღავნდეს. ხედავთ, რომ ერთმანეთს ვაძლევთ ტელეფონებს, რადგან ტელეფონში წერია თუ ვინ არის იმპოსტერი და ვინ იცის საიდუმლო სიტყვა. ოღონდ ჩვენ არ ვიცით ჩვენს შორის ვინ არის იმპოსტერი და იმ საიდუმლო სიტყვის გარშემო ერთი სიტყვით უნდა დაახასიათო. მაგალითად, თუ ამოგივიდა სამზარეულო, უნდა დაიწყო ერთი სიტყვით ასე, რომ ჯამი, თებში, სადილი, მაცივარი და ასე შემდეგ. ყველა თამაშის წევრი ამატებს თითო სიტყვას და ეს საიდუმლო სიტყვა ვიცით ყველამ ერთის გარდა და ასევე ტელეფონი ადგენს თუ ვინ იწყებს თამაშს და ყველაზე ძნელი მაშინ არის, როცა შენ ხარ იმპოსტერი და შენვე იწყებ. მოკლედ, თამაშის შემდეგ გადავედით უკვე ვახშამზე, აქ მაქვს ასევე გრილის სოსისები და ვიფიქრეთ თუ ვინმეს უნდა შეუძლია ჰოთ-დოგების მომზადებაც, იქვე არის ფარში და ასევე გავამზადე ასე უკვე კატლეტის ფორმებით და ყველა საჭირო ბურგერის ინგრედიენტი. საღამოსთვის დაგეგმილი იყო გარეთ გასეირნება ან ფილმის ყურება, გარეთ ახლა თოვს და ქარბუქია, ამიტომ გარეთ ვერ გავედით და
ფილმის ყურებაც ჩაგვეშალა, რადგან თავი ვერ მოვაბით. დამეთანხმებით, რომ რაკლეტს დიდი ხანი სჭირდება, ერთი დიდი სიამოვნება ეს ყველაფერი და იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ბოლოს სანამ ავალაგეთ, უკვე ძილის დროც მოვიდა და ასე დავასრულეთ დღე.